სახელითა, მამისაითა და ძისაითა და სულისაწმინდისაითა. ჩვენთან არის ღმერთი. მადლობა უფალს ჩვენ დღეს აღვავლინეთ მსხვერპლი, რომელსაც მრავალმხრივი სარგებელი აქვს ჩვენთვის და ლიტურგია არის მოწყალე მყოფელი, ღვთის მოწყალე მყოფელი, განწმენდელი. ჩვენ ამ დროის ადამიანებს გვავიწყდება, რომ ჩვენ ყველანი დიდად ცოდვილები ვართ და გვავიწყდება, რომ მოღვაწება არის საჭირო იმისთვის, რომ ჩვენ განვიწმინდოთ. ასეთი ცოდვები ჩვენ სასუფეველში ვერ მოხვდებით და სადაც მოხვდებით, იქ ძალიან მძიმე მისაგებელი არის ასეთი ცოდვებისთვის და სიკვდილი კიდე არავინ არ იცის ვის სად ყავს ჩასაფრებული და ლიტურგია, წირვა არის განწმენდელი. ხშირად ადამიანები ფიქრობენ, რომ ესე იგი ღირსები ხდებიან ზიარების, თუ დაუშვათ მარხვა შეინახავენ, ილოცებენ და ასე შემდგომ და მოდიან და გეტყვიან, აი ხა ღირსი ვარ და მაზიანი. აი მაგ დროს წმინდა მამები ამბობენ, რომ მაგ დროს არაზიარო, მაგ დროს არაზიარო. ჩვენ მოვდივართ ჩვენი ცოდვილობის განცდით, ჩვენი გლახაკობის განცდით და აი მაშინ უფალი აღსრულდება ის სიტყვები, რომელიც წერია სახარებაში, რომ ძე კაცისა არა მოვიდა წოდებად მართალთ, არამედ ცოდვილთა სინანულა და შენ საყვარელო, შენთვის დაიკლა სწორედ ზვარაკი ჭამებული უძღებიშვილის იგავში, რაც არის მოთხრობილი და ჩვენ ვეზიარები და არა იმიტომ, რომ ჩვენ ღირსები გავხდით, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ცოდვილები ვართ და ჩვენ განვიწმინდებით. გამწმენდელია, საკურნებელია სულისა და ხორცისა და როგორც გითხარი, ჩვენ გვავიწყდება, აი თუ არა, მაშინ ყველა ჩვენ გულებში ჩავიხედოთ და დაუსვათ ჩვენ თავს შეკითხვა, რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ განვიწმინდოთ. ზოგადად ეს ყველაფერი ლოცვები, რაც არის, რომელიც ჩვენ ესე გვეზარება და შემოკლებული რაც არის, იმასაც ვამოკლებთ ეხლა და ხანას ვაკეთებთ და ხანას ვაკეთებთ. იცით რისთვის არის? ჩვენი განწმენდისთვის არის. როგორ უნდა გაგითენდეს დღე, რომ მუხლი არ მოიდრიკო და არ თქვა ღმერთო, გამწმინდე მე, ცოდვილი და შემიწყალე მე. არ უნდა დაგიღამდეს ისე დღე, რომ ეს არ წარმოთქვა. თუ დაგიღამდება, მაშინ შენ უქმად დაგიკარგავს ეს დღე და ყველაზე დიდი განგებულება, ღონისძიება, რაც კი დედამიწაზე ხდება, გამწმენდელი, ეს არის სწორედ ლიტურგია, საღვთო წირვა. და ღმერთი დიდია და ღმერთი თვითონ განაგებს ადამიანების განწმენდას. და ზოგიერთი მაგალითად სისხლით განიწმინდა, საკუთარი სისხლით. მოწამეებს გულისხმობ, მაგალითად. მოწამეობრივი სისხლით ჩამოირეცხა ის ცოდვა, რომელიც მას ჰქონდა. ამიტომ უხაროდათ მოწამეებს წასვლა აი ამ ღვაწლზე, რომ მათ იცოდნენ, რომ ეს ყველაზე დიდია, რაც კი შეიძლება ადამიანმა გაიღოს, რომ ქრისტეს სიყვარულით, სარწმუნოების ერთგულებით თავი დასდოს. და აი ესეთი ერთ-ერთი სახსენებელს აღასრულებს დღევანდელ დღეს წმინდა ეკლესია, დღეს არის 40 სებასტიელ მოწამეთა ხსენება. ჩემო ძვირფასებო, თქვენ ალბათ შეამჩნიეთ, რომ დღევანდელი წირვა ცოტა განსხვავებული იყო იმ წირვისგან, რაც მიცვალებულების წირვას აღვასრულებთ, თვითონ მოხსენიება სტიხაროსნებმა წაიკითხეს. უბრალოდ დღევანდელი წესგანგება მსახურების არ გვაძლევს ჩვენ იმის საშუალებას, რომ ალილუიას მსახურება ვიმსახუროთ. ალილუიას არის ისა რა ქვია, უფრო აი მაგალითად მიცვალებულთა მსახურება, მარხვის მსახურება. დღევანდელი მსახურება არის ღმერთი უფალის მსახურება, ანუ შედარებით უფრო საზეიმო და სადღესასწაულო. ის 40 სებასტიელ მოწამეთა დიდმარხვაში ემთხვევა ხოლმე რომელიმე დღეს. არ ვიცი ჩვენ, ამიტომ იქ მარკოზის თავები ქვია, ბოლოში არის ამ წიგნის მარხვანის ბოლოში არის მარკოზის თავები, რომელიც განაწევს, მაგალითად თუ 40 სებასტიელ მოწამეთა ხსენება დაემთხვა დიდმარხვის მეორე შაბათს, მაშინ გვაძლევს იქ მოცემული გვაქვს ეს ტიპიკონი და აი ამ ტიპიკონით ვიმსახურეთ ჩვენ დღეს და წირვის შემდგომ, რო იცოდეთ ჩვენ კი არაფერი არ დაგვიტოვებია ჩვენი მიცვალებულები, წირვის შემდგომ განჩინებული არის დღევანდელ დღეს დიდი პანაშვიდი ჩვენი მიცვალებულების და მან ეხა გამოვალ ჩვენ და მანდაც მოისენიებთ
მისვალებულებს, ასე რომ იმათაც რა თქმა უნდა ნუგეში არ მოაკლდებათ. რაც შეეხება სულიერ შინაარსს დღევანდელი დღისა, ზოგადად ილია ჭავჭავაძე ამბობს, რომ წინა წინამავალი კაციო უკანა კაცის ხიდი არისო, ხო და იცით აი ქრისტიანობაში შეიძლება ითქვას ესე, რომ ყველა დროის და ყველა თაობის ქრისტიანები მეორე თაობის ხიდი იყვნენ და მოდი ჩვენ თავსაც შევახსენოთ, რამდენად ვიქნებით ჩვენ ხიდი ჩვენს მომავალ თაობა ქრისტიანებს შორის. დაუსვათ ჩვენ თავს ეს შეკითხვა და მე მგონი რომ სარგებელს მოგვიტანს. იმიტომ რომ რომ არ ყოფილიყვნენ ის მოწამეები, ვიზე თუნდაც ჩვენ დღეს ვლაპარაკობთ, რომელთა შესახებაც პავლე მოციქული ამბობს დღევანდელ ებრაელთა მიმართ წერილში, რომ ესოდენი მაქვს გარემოდგომილი სიმრავლე მოწამეთა სიმძიმე ყოველი განვიშორო და მოთმინებით ვრბიოდეთ. მოთმინებაზე ამახვილებს დღევანდელ დღეს სულიერი შინაარსი, მოთმინებით. როდესაც შეიპყრეს აი წმინდა სხვათა შორის კაბადოკიელები იყვნენ ესენი და მე მინდა რომ ეს შენიშვნაც ჩვენ შევამჩნიოთ, რომ მეოთხე საუკუნეში მოხდა მათი წამება, რომის იმპერია ორად იყო დაყოფილი, იცით თქვენ და კონსტანტინე დიდმა თავის ესე იგი რაც შემადგენლობა რაც შედიოდა თავის მხარეში ქრისტიანობას მისცა, სრული უფლება მისცა, რომ ეცხოვრა ქრისტიანული სარწმუნოები და მაგ დროს აღმოსავლეთ რომის იმპერატორი იყო ლიკინიუსი, რომელიც ჩვეულებრივად დევნიდა, ანუ ნახევარ იმპერიაში დევნა იყო, ნახევარში ესე არ იყო დევნა და როდესაც შეიპყრეს აი კაბადოკიელები იყვნენ, ხო რას მინდა ყურადღება მივაქციოთ, რომ კაბადოკიელები იყვნენ ესენი და კაბადოკიაში მეცნიერები, არაერთი მეცნიერი ამბობს, რომ ქართველი ტომები იყვნენ იქ დასახლებული და ერთ-ერთი ესე იგი კიდე რაც გვაფიქრებიებს ამას, რომ შეიძლება რომ ყოფილიყვნენ ქართველები, შემთხვევით არ არის ის, რომ ერთ-ერთი უძველესი ეკლესია სწორედ მათ სახელზე არის აგებული მეტეხის ხითა, რომ მიდიხართ მარჯვენა მხარეს მეტეხის ეკლესია და მარცხენა მხარეს, რასაც ხედავთ, ეს ეკლესია არის 40 წმინდა სებასტიელ 40 მოწამეთა სახელობის არის ეს და ეს ეკლესია წლების მანძილზე 10 წლეულების და 100 წლეულების მანძილზე დამარხული იყო, მერე იპოვეს და მერე აღადგინეს. ხო, და მოთმინებაზე ამახვილებს, იმიტომ რომ როცა შეიპყრეს ისინი, რა თქმა უნდა, უფალმა ადამიანის შესაძლებლობა იცის, ვინ რისი დამთმენია, ვინ შეიძლება სად დაეცეს, ვინ როგორ და უფალი ყოველთვის განგვამტკიცებს, ყოველთვის გვიგზავნის უფალი ნუგეშს. ყოველთვის რაღაცა სახით უფალი ნუგეშს გვიგზავნის და რო შეიპყრეს, აი ესენი ჯარისკაცები იყვნენ მაშინ იმპერიაში და რო შეიპყრეს საპყრობილეში, რო არ მიიღეს მათ, ესე იგი, კერპთაყვანისცემის რაღაც რიტუალში მონაწილეობა, შეიპყრეს და ჩასვეს საპყრობილეში. აი ამ საპყრობილეში მათ უფალი გამოეცხადა და უთხრა, შეახსენა სახარებისეული სიტყვები, რომელმა სრულიად დაითმინოს, იგი ცხონდეს. ანუ მიანიშნა უფალმა მათ, რომ წინ მათ ჰქონდათ დასათმენი. უფალმა ნუგეში, რა თქმა უნდა, იმ ხრივაც მისცა, რომ პირველად ქვებით ჩაქოლვა განიზრახეს მათი და ქვებს ისროდნენ და არ ხდებოდა მიზანს. და ერთ-ერთი ნასროლი ქვა ქალაქის თავს მოხვდა და ამის მერე მიხვდნენ, რომ რაღაც სხვა რამე უნდა ეღონათ და ბოლოს ხმლებით აკუწეს ეს მოწამეები და შემდეგ გამოეცხადნენ ისინი მაშინდელ სებასტიის ეპისკოპოსს და მათი ნაწილები შეკრიბეს და საპატიოდ დაგრძალეს და ესე იგი ის რომ ლიტურგიული განჩინება ასე დიდ ყურადღებას აქცევს მათ ღვაწლს და მათ მსახურებას, ესეც გვეუბნება იმაზე, რომ რამდენად დიდი იყო მათი ღვაწლი ჩვენთვის, როგორც შემდეგი დროის ქრისტიანებისთვის. მათ დაუტევეს ყოველივე ამქვეყნიური დიდება, სამხედრო პატივი, სიმდიდრე, დაუტევეს ყველა და ყველაფერი იმისთვის, რომ გამხდარიყვნენ შემდგომი თაობის ქრისტიანების ხიდი და ჩვენ დღეს აი ესე გვეთქვა, რომ აი როგორი ვაჟკაცები იყვნენ ჩვენი წინაპრები ქრისტიანები, რომლებიც არაფერს არ დაგიდევდნენ იმის გამო, რომ ქრისტე ეკადაგა და ქრისტეს სარწმუნოება გავრცელებული იყო ამ ქვეყნიერებაზე და მოთმინებაზე არის გამახვილებული ყურადღება თქვენ ისით, რომ დიდ მარხვის პერიოდში არც ერთი კვირა, არც ერთი ყველა კვირას და ყველა შაბათს თავის სახელი აქვს.
მაგალითად მომავალი კვირა არის წმინდა ღირსი იოანე კლემაქსის, ხვალინდელი დღე არის ჯვრის თაყვანისცემის კვირა, ხვალინდელი დღე. ანუ ყველა ჩვენ ფაქტიურად განზოგება უკვე შუა მარხვაში ვართ. ყველა კვირას თავის სახელი აქვს და რა თქმა უნდა შემთხვევით არ არის აქ ჩვენ სულიერი შინაარსი უნდა წავიკითხოთ. დღევანდელ დღეს რატომღაც ხაზი არის გასმული მოთმინებაზე. აი გითხარით წმინდა მოწამეებს უფალი როგორ გამოეცხადა და მოთმინებისკენ მოუწოდა, ეხლა აქედან რომ გავხვალ დაფიქრდით, ყველას გვაქვს რაღაც მოსათმენი ჩვენი. აბსოლუტურად ყველას. ეს მოსათმენი რაც არის, ხო? აი ამაში გვჭირდება ჩვენ ღვთის შეწევნა და ღვთის ძალები, იმიტომ რომ მოთმინების გარეშე სასუფეველი არ არის. აი ეს სიტყვები უთხრა სწორედ უფალმა სებასტიელ მოწამეებს, რომელმა სრულიად დაითმინოს, იგი ცხონდა. თან სრულიად დათმენა ძალიან ძნელია. იცით რა თქმა უნდა თქვენს მორწმუნე ადამიანები ხარ და იცით რა ძნელია. ვიცით რომ უნდა დავითმინოთ, მაგრამ ვერ ვითმენთ. ეს ძალიან ძნელია. ამიტომ და წმინდა სებასტიელ მოწამეებმა დაითმინეს, მოითმინეს. ამიტომ ჩვენ ამას გვეუბნება პავლე მოციქული რომ ესოდენი მაქვს გარემოდგომილი სიმრავლე მოწამეთა, სიმძიმე ყოველი განვიშოროთ. არ გვინდა სიმძიმე წმინდანები ჩვენი ზეციერი მეგობრები არიან. ვიცით რომ გვიჭირს ყველას და ძალიან გვიჭირს აი ამ ჩვენი ქრისტიანული ჯვრის ქვეშ და უნდა შევევედროთ წმინდანებს, უნდა ვთხოვოთ წმინდანებს და ისინი შეგვეწევიან. ისინი დაგვეხმარებიან და მე ამბობს რომ წუთ ერთ და მომავალი იგი მოვიდესო. ძალიან მალე გავა ეს წუთი სოფელი. ძალიან მალე გავა და ესე ჩვენთვის ძალიან სანუგეშო იქნება, რომ დამთავრდება ეს ჯოჯოხეთური წამება, რომელსაც ძირითადად ადამიანებისგან ვითმენ ჩვენ, იმიტომ რომ ეშმაკი თქვენ იცით რომ უსხეულოა, თვითონ არაფერი ძალა არ აქვს. ეშმაკი მოქმედებს ადამიანების მეშვეობით და შენ კიდე საყვარელო მოთმინება გმართებს. იმიტომ რომ ეს შემთხვევით კი არ დაეშვა. შემთხვევით კი არ იყო რომ შეიპყრეს ესენი, ყველაფერიში არის რაღაც ან უფლის ნება არის და ან უფლის დაშვება არის. და ორი ეპისტოლე იყო პავლე მოციქულის წაკითხული და პირველში წერია, ესე იწყება, რამე თუ მოთმინება გვიხმს, ანუ გვინდა მოთმინება გვჭირდებაო და მეორეშიც ესე წერია რომ სიმძიმე ყოველი განვიშორო და მოთმინებით ვრბიოდეთ. აი აქ მინდა რომ ძალიან ყურადღებით მოусმინოთ ამ ციტატას რომ მოთმინებით ვრბიოდეთო წინა გამზადებულსა მას ღვაწლსაო. მოთმინებით ვრბიოდეთ წინა გამზადებულსა მას ღვაწლსა. ანუ თითოეულ ადამიანს, თითოეულ ქრისტიანს წინა აქვს რაღაც ღვაწლი, რომელიც მოთმინებით სარბიელი ნიშნავს რომ გაიაროს უნდა. მოთმინებით უნდა გაიაროს. მივხვდით ხო? და თუ როდესმე მოსუსტებით აი ამ მოთმინებაში, მე ამბობს პავლე მოციქული იქვე ამბობს. ამ ციტატასაც ძალიან ხშირად შეგახსენებთ მე თქვენ. ხედვიდეთ ცხოვრებისა ჩვენისა წინამძღვარსა და სრულებისა მოქმედსა იესოს. ანუ როცა ჩვენ გაგვიჭირდება, მიხედე ქრისტეს, რომელმაცო იგი წინა გამზადებულისა მისთვის ღვაწლისა ჯვარი და სიკვდილი დაითმინა. რატო გაიარა ქრისტემ ეს გზა? თუ გიფიქრიათ ამაზე. იმიტომ რომ ჩვენ დაგვიტოვა ჩვენ ხელი წერილი, ჩვენ დაგვიტოვა მოძღვრება, რომ აი ამაზე გადის გადარჩენა, ამაზე გადის ცხონება, რომელმან არ აღიღოს ჯვარითვის და შეუმიდგეს მე იგი არ არჩემდა ღირს. ამიტომ გაიარა ქრისტემ. ნახეთ აი პავლე მოციქული მადამაის ახლა რატო იხსენებს ამას, ხო? იმიტომ რომ ჩვენო მოთმინებით ვრბიოდეთო და თუ გაგვიჭირდებაო, ხედვიდეთ ცხოვრებისა ჩვენისა წინამძღვარსა და სრულებისა მოქმედსა იესოსო, რომელმან წინა გამზადებულისა მისთვის ღვაწლისა ჯვარი და სიკვდილი დაითმინა. რატო მოკვდა ჯვარზე ქრისტემ? ხო შეიძლებოდა რა არ შეეძლო ყოვლადძლიერ ღმერთს არ შეეძლო ეს წუთისოფლება შევა განცხრომაში განევლო? არ შეეძლო, რა თქმა უნდა შეეძლო, მაგრამ ეს გზა გაიარა და გაიარა იმისთვის რომ ჩვენ დაგვიტოვა მოძღვრება. და ვიზეც ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ იმ ქრისტიანებზე, იმ სებასტიელ მოწამეებზე, ახალი კი არაფერი არ ქონდათ იმათ ხელში. ქრისტიანული მოძღვრება ქონდათ. ისოდნენ რა მარგალიტია ესა და ამიტომ ამას უფრთხილდებოდნენ. ჩვენც უნდა გაუფრთხილდეთ, მაგრამ როგორ უნდა გაუფრთხილდეთ? იცით, პირველ რიგში ჩვენი ცხოვრებით უნდა გაუფრთხილდეთ. ჩვენი ცხოვრებით უნდა გაუფრთხილდეთ იმ მოძღვრებას, რომელიც აი ესე როგორც აი
ვეფხისტყაოსანში წერია, ხელიდან ხელში საგოგმანები ისე გადმოგვცეს ჩვენმა წინაპრებმა და მათ შორის ერთი არიან სწორედ სებასტიელი მოწამეები. და მერე წერია შეგვახსენებს აი იგავთა წიგნიდან პავლე მოციქული იხსენებს აი ამ სიტყვებს, რამო თუ რომელიცო უყვარს ღმერთსო, სყლავსო და ტანჯის ყოველი შვილი. აი ეს ყველაზე მეტად რაც მინდა რომ გავაგებიო მრევლს, რომ აი ეს რომ გავიგოთ. ესე იგი ღმერთსო, ვინც უყვარსო, იმას ტანჯავსო. ძნელია გასაგებად. მაგრამ უნდა ვიცოდეთ ჩვენ და რატომ ტანჯავს? იმიტომ რომ აქაური წუთი სოფელი განწმენდისთვის არის. რითიც დავიწყეთ საუბარი ჩვენ, რომ განწმენდაზე ვამბობთ, ხო? წუთი სოფელი არ არის შვება განსხრომისთვის. მაშინ წუთი სოფელი არ ერქმეოდა ამას. მაშინ ამას ერქმეოდა მარადიული ჩვენი სამყოფელი. წუთი სოფელი ტანჯვის არის, წუთი სოფელი განწმენდის არის. თუ განიწმინდები აქვს საყვარელო, მაშინ მოხვდები მარადიულ სოფელში, სადაც იგი არა არის ჭირი, წუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი. რომელიც ინებოს ღმერთმა ჩვენ და მოგმადლოს თავისი მადლითა და წყალობით, რომლისა თანა მამასა ჩვენის დიდება, სული წმინდით ურთ, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.